Გამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენი სტუმრები მინდა წარმოგიდგინოთ პუბლიცისტი დავით ფხეიძე, რომელიც დიდი ხანია არ ყოფილა ჩვენთან საპატიო ჯანმრთელობის მიზეზის გამო და გისურვებ გამოჯანმრთელებას და გმადლობ რომ ხარ ჩემი სტუმარი და ბატონი გოჩა ჯოჯოა. როგორც ყოველთვის უნდა ვთქვა ქრისტიან დემოკრატების თავკაცი. მოგესალმებით ბატონებო და დავიწყოთ მსჯელობა. რა ვითარებაში ვართ, როგორ ვართ, ისე ილია ჭავჭავაძე გენიოსი იყო, რა გითხრათ თვით გაგახაროთ ამდენი წელია უკვე. საიდან დავიწყოთ ვეღარ გამიგია რა, რომელი თემიდან უნდა დავიწყო. ამიტომ მე შემოგთავაზებ თემას და მე ვთხოვ ოპერატორს, ხა მე შემოგთავაზებ თქვენს და მაყურებელს და მსმენელსაც ინტერვიუს ამონარიც მოხამედ ალაბართან. იმედის კვირამ ჩაწერა, ისეთი გახარებული იყვნენ ჟურნალისტები, რამ გაახარათ არ ვიცი, მე ვალერიან კატაბალახოს წვეთები დავლეე, რომ მოусმინე ამ ინტერვიუს. მე ვთხოვ ოპერატორს ჩართოს ფირი. ასე რომ მგონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია, რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია. ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება. მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები. ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, შემოგვყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს, სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ხედულობენ, სხვადასხვა ნაწარმს. ასე იკვრება წრე. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონდა უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად. ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა. ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. რაც მთავარია, ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებით, უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია, რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ. არ ვიცი ხა, ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მაგისთვის მოვედი, რომ ეს თემა მიაჩნია მე ყველაზე აქტუალურად ეხლა რა. არავით არის ეხლა აქ დაიწყებენ სასოფლო სამეურნეო მიწები და მიწა არის ქართული კაცისთვის წმინდასაც წმინდა, მამული ენა სარწმუნოება და სამშობლოც არის და ხალხიც არის და ესე თუ გაგრძელდა ნინო როგორც მიდის პროცესები და ეს პროექტი თუ განხორციელდა ჩვენ იმაში კი არა მშორეულ მომავალში 5 მაქსიმუმ 10 წელიწადში დავკარგავთ ქვეყანას, იმიტომ რომ გასხვისებულ გაყიდულს ვერ დაიბრუნებ. შეიძლება წართმეული დაიბრუნო ომით რაღაცით როცა იქნება, მაგრამ გაყიდო კედოს საკუთრება ხელი შეუხებელია. 6 მილიარდ ნახევარი ზამოღება არ გინდა. ხო და არავითარ შემთხვევაში უნდა დაუდგებ მე პირადად დავით თანხმოურავის ინიციატივას და არავითარ შემთხვევაში უნდა აიკრძალოს კატეგორიულად. საერთოდ მიწის გაყიდვაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. აი მოდი გავშალოთ რაზეც ისაუბრე. არც ინვესტიციები მინდა ეგეთი და არაფერი არ მინდა. რო არ შემოგვედაონ, ანუ და ნახეთ ამ ნამაძე ისაუბრა, იქ ბიუჯეტი გამდიდრდება, რის ხარჯზე მდიდრდება. პირდაპირ თქვა, ხომ რომ 60%, ნახევარი კი არა, 60%-იც კი, აქვე ჩამოვიყვან ხალხს, აქ ჩამოვლენ არაბები, ხო და ქართველები, მოდი ხა შევთანხმდეთ, ეს სატყუ არა, სხვას გადაუგდონ, რატომ? იმიტომ რომ ეს კომპლექსი, ეს 2 მეგაქალაქი იქნება იმდენად ძვირი, რომ
ქართველი რომელიც წასულია და ეგ ვიღაცა სულის იმ ფულით რომ შეისყიდოს გოჩა და დათო იქ ვერ იცხოვრებენ იმიტომ რომ თვითონ ცხოვრება იქნება ძალიან ძვირი ელემენტარული აი სულ ყველა ეს კომფორტი ღირს ძალიან ძვირი ხო ხა ვისატყუებენ ესენი ანუ იქ ქართველები კი არ იქნებიან აბსოლუტურად არაქართველების იქნება ეს ორი მეგა ქალაქი და თან ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ერთი ბეწო გონიოში რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ხო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალიან ანგარიშგასაწევი ტერიტორია და გარდა ამისა მართლმადიდებლები ვარ და ქრისტეს მოციქული მატატა არის ხო დაკრძალული იქ აი ეს იწვევს ჩემში საოცარ შეგრძნებას ეს მიწები დაკარგული იქნება თქვა იმ კაცმა ჩემი იქნებაო და ხო არაფერს ვამატებ მაინტერესებს გოჩა ხო არაფერი მეჩვენება მე ერთს გეტყვი როგორ მივედით აქამდე ხო მოდი ამაზე ვისაუბროთ ჯერ და მე რატომ მივედით აქამდე და მე ამიტომ ვიწყებ ჩვენ თავისუფლად დავიტანეთ ნინო რომ ქვეყანაში სადაც 9 მილიონი ადამიანი სოციალური დახმარებით ცხოვრობს ან სოციალურ დახმარებას თვითონ თვლის რომ ეკუთვნის ეს არის 9 მილიონი ადამიანი. ანუ ჩვენ ქვეყნის მაცხოვრებლები ეხლა რაც ვართ, როგორც აღმოჩნდა, ჯერ გაბერილი ციფრია, მაგრამ 1,9 მილიონი ადამიანი იყო, ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოში. აქედან ეს ნაწილი როცა ამას ასე მიიჩნევს, ჯერ იმ სოციალურშიც რა არის. ხო არაღირსეული ცხოვრებისთვის ადამიანს ტელევიზორი თუ აქვს მაგაზე წაართმევენ ამ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან და პარკეტი ქონდა ვიღაცას და ეს მოხსნეს და ამაზე ხშირად გვისაუბრია. ასეთი ტიპის ქვეყანაში, როდესაც ადამიანების ნაწილი თავის თავს უფლებას აძლევს, რომ დაახლოებით მილიონამდე რომ მანქანები ღირს იმითი იაროს ქუჩაში და ამას პირდაპირ გაჩვენებდეს, რომ ეს არის რა ჩვენი. ამას თან აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ბიზნესით კი არ არიან და რა ქვია, ბიზნესში კი არ იშოვე. ჯერ ერთი პოსტსაბჭოურ სივრცეში რა ბიზნესი იყო და როგორ უნდა იშოვნა, ეს ერთი თემა. მაგრამ ამას ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ. როდესაც ერთ კაცს, რომელსაც 7 მილიონი ამოუღეს, 3 მარტო Land Cruiser-ი იქვე მანქანა უყენია, რომელიც თითო დაახლოებით თემაზე გადავდივართ, ამაზეც ვისაუბრეთ. რატო გეუბნები? ჩვენ ეს რომ ყველაფერი გავატარეთ, ხვალე ჩვენ მზადაც ავართ იმისთვის, რომ კი ბატონო შემოვლენ და შენამბობ ქართველები ვერ იცხოვრებენ. მე რა ქართველები ვერ იცხოვრებენ. ის ქართველები ხო იცხოვრებენ ერთი 5 და 6, რომლებსაც კომფორტში ცხოვრება უნდა და არ უნდა იმ გარემოში. 5 და 6 იცხოვრეს, მაგრამ ზოგადად. ანუ ჩვენ უკვე ფასეულობებში გვაქვს პრობლემა. შენ წარმოგიდგენია ნებისმიერ ევროპულ, განსაკუთრებით ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნებში, ნორვეგიაში, ანუ ვინმე ლამბორგინით იმ ორსართულიანი თავიანთი სახლები რო აქვს გამოვიდეს და როგორ შეხედავენ, რომ ეს ვინ არის გაჭირვებული. ხო ვინ არის ეს ადამიანად არ ჩათვლიან, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ სიმდიდრის გამოვლინება, ეს არ არის რაღაცა პრესტიჟი, ეს არ არის ის რომ ეს ყველაზე მაგარი. მაგრამ იტანენ აგერ ზელენსკის მშობლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. ჩვენ დიდარი ხალხი ვარ და აღარ გვინდა ისრაელში ცხოვრება და მივიდეთ ამერიკაში. იმიტომ რომ უკვე დადგა იქაც საკითხი, შენ მესმის რასაც მოდი ჩვენ მივხედოთ რა, იცით რა. ამიტომ გეუბნები უყურე გააჩნია. მე წინა იმაზე ვამბობდი, ფასად რა ღირს თორე შეიძლება ადამიანის ნაწილი თulis რომ დედა რომ მოუკლა ნუ გააჩნია მე ფას რას გადაიხდიან თორე შეიძლება რომ დედაც მოუკლა დიდი ამბავი ვინ ადამიანების ნაწილი ეთყობა ფიქრობს ესე ჩვენ ნაწილზე ჩვენ სამშობლოზე ვლაპარაკობთ შენ მიწას გაყიდი ვიღაც გეუბნება ხო გააჩნია რას ვღებულობ ამას იქნება და კარგ ფულს ვღებულობთ გესმის დამოკიდებულება როგორია მე იმიტომ გეუბნები დედის მოკვლაში შეიძლება ფული აიღო და შეიძლება სამშობლოს გაყიდვაშიც ფული აიღო, გააჩნია რას გაძლევენ, აი კაცი ამბობს. ნახე ჩვენ იმიტომ ვართ რომ არ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, აი ჩერნოგორიაში, მონტენეგროში, ხო? კონდათ იგივე და წაიღეს გაცილებით დიდი ის ქონა 6 მილიარდი კი არა უამრავი მილიარდი ინვესტიციის იმას შეტანას აპირებდნენ მაგრამ უარი თქვეს იმიტომ რომ მთელი ხალხი ფეხზე დადგა მოდი ჩვენ იმაზე ვისაუბროთ რომ ჩვენი სამშობლო არის მიწა და არ არის სულ ამას ვამბობ არც ვარსკვლავები არც ცა არც მთვარე და არც მზე ეს ყველასთვის საერთოა მიწაა ჩვენი სამშობლო და როდესაც ჩვენ თბილისთან აგერ შემოგარენში და გონიოში ხო შეგვიძლია ავიტანოთ
პირველ რიგში რა თქმა უნდა არაფული დასახლება და იქ ძირითადად არაბული ის საემირატოებიდან ჩამოვლენ და ეხა ფრანგი და ამერიკელი არ მოიკლავს თავს რომ უნდა საქართველოში ვიცხოვრო გონიოში და თუნდაც ეგრე იყოს რატომ მივდივართ იქამდე რომ ინვესტიცია ეს ამას ვაკეთებთ ძალიან ცუდია მაგრამ ეხლა რაც არის მოცემულობა მოდი ამაზე ვისაუბროთ ამ მოცემულობაში რა ვქნათ დიახ ნინო ეხლა ესეთი ფორმატი გაქვს შენ რომ თან ისეთი всელი თემებია რაღაცა ერთზე ვისაუბროთ თორე აი არაბული დასახლება რას გვიქადის ეს 6 მილიარდი არაბული დასახლება იქით იყოს ხო დადიხართ ქუჩაში ფეხით გადაშავებულია მთელი პეკინი მაპატე დათო ვაჟებშევლას გამზირზე ჩემი სახლიდან ბანკომატამდე სანამ მივედი საღამოს 10 საათი იყო გვიან გავედი და უკან დავბრუნდი ერთ მე ვიყავი თეთკანიანი კინაღამ გავგვიჟდი არის ესეთი ამბავი ქსენოფობიურ განცხადებები ქსენოფობი ვიყო მე მინდა ჯერ ჩემი მინდა ჩემ პადიეში სადარბაზოში ხო ჩემ სადარბაზოში სამი ოჯახია უკვე გაქირავებულია როგორ შავებზე იცი აი მარტო თვალები რო უჩან ქალებს ხო და იგივე მოგველის მაგ არაბებისგანაც და დადი პრეხანოვზე უფრო სწორედ აღმაშენებელზე რუსთაველის გამზირზე ამ იმას რო ამბობენ ახლა კორუფცია შეკაიდეთ მამიშვილო 15000 ლარი ხელფასი კორუფცია არის აბა რა არის ერთი გამაგებინე და პენსია რო 300 ის არის ლარი 20 ლარი თუმაგვა ეხლა 20 ლარს ეს ძალიან დიდი მადლობა ესე იგი მე ესეთი წინადადება მაქვს რომ მაქსიმალური არის ესეთი ქვეყნები მაქსიმალური ხელფასი უნდა მიმულია მინიმალურთან ესე იგი რაღაცა ალგორითმი ამის ხო რაღაცა ის არის თუ უნდა დიდი ხელფასი პატარაზე დონა ნახე როგორი ეშმაკობა იხმარა საჯარო მოხელეებს ნახეთ ეხა ის ვოლტის მიმტანის ხელფასზე არ არის ხო დამოკიდებული და ვიღაცა თუ მშენებლობაზე მუშაობს ის საჯარო ხელფასს ადიდებს აი სწორედ იმიტომ რომ მისი მომატებაც მაპატეთ გააправოს აი მაგ ალგორითმიდან გამომდინარე ჯერ საჯარო მოხელეების ხელფასის გადიდებაზე ისაუბრეს გესმიდა ამითი აწონასწორებენ მაგრამ მაინც ვერ გააწონასწორებენ რასაც ამბობ აქ 15000-ია და საპირწონე 20 ლარი ვერ აწონასწორებს მაგას ვერ და ამის გარდა დავითი რასაც ამბობს უყურეთ აი და შენც რასაც ამბობდი ბიჭო მე მესმის რომ როდესაც ვითარდება და თან ჩვენი ტიპის ქვეყანა აღმოსავლეთის გეოგრაფიულად იქავართ რასაკვირველია ასეც იყო კიდევაც საბჭოთა პერიოდში იყო რომ თვლით შემოდიოდნენ თქვა ირანელი თურქი თუ არაბი ხო იმიტომ რომ სისტემა იყო მაგრამ აი ამ თბილის ძველს თუ წარმოვიდგენთ რასაკვირველია აქ ვინ აღარ ცხოვრობდა რა ვიცი თითქმის ყველა ეროვნებები აღმოსავლეთის ქალაქში თბილისში ცხოვრობდნენ მაგრამ ჩემთვის ტრაგიკული უფრო ის არის რომ თბილისში კიდე კარგი შემოდის გადის ქირაობს ამ ბინას ყიდულობს მიწაზე როცა გადის იქავა უკვე ტრაგედია იმიტომ რომ მიწას ყიდულობს თორე ქალაქს კიდე აი ბოლო ვიტყვით რა რომ კი ბატონო იმას რა ვქო ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეგ პრობლემები დგას ნახე გოჩა ასიმილაცია განვითარდა არც საფრანგეთში არც გერმანიაში მიწა თავიანთია გოჩა მაგას ვიძახი რა ზუსტად ესე იგი გაყიდულს ვეღარ დაიბრუნე მაშინ რევოლუცია უნდა მოახდინო და რაღაცა ისე ძალიან რთული იქნება ხო და მაინც დაიბრუნე ის ო ძალიან რთული ამიტომ არ უნდა დაუშვათ გზას ამბობს რომ ბოლო ვიტყვირას მე არ გამიყიდია და ეს მთავრობა დამნაშავე მთავრობა იყო რომელმაც გაყიდა და რაღაც საფუძველ შექმნით თუმცა რთულს ხო და წართმეულს მართალი ხარ ბოლო იბრუნებ სამართლებრივ რეჟიმში გადადიხარ და ამბობ რომ წართმეული ტერიტორია არ არის აი წაგლეჯვა არ არის შენი მთავრობა თუ აძლევს არ არის წართმეული წართმეულთან ამათი საგარეო პოლიტიკის ვერ გავიგე კიდე რა ვერაფერი ესე იგი ჩამოვიდა ეს გერმანიის ელჩი ხო და ჩვენო წეგარო გითხარი იქ შენ ჩვენო მიუხედავად იმისა რომ ისე ცუდ რამეებს ლაპარაკობ ჩვენ ცალმხრივ მეგობრულ კავშირში კოჩას მოუყევი და ცალმხრივი სიყვარული გამიგია
მეგობრობა მეგობრობა ხოდა მეგობრებს რაც გააჩნია უნდა თონეული ჭაბუამირი ჯიბი სანამ გარდაიცვლებოდა ახლა ურთიერთობა მქონდა რა მაგას გუშინ წინ ირმას გამოსვლას უყურე იმაზე რა ქვია ტევე პირველზე და ეხლა არ მინდაო ჩემ თავზე ლაპარაკი მეუხერხულებაო და მაგრამ უნდა ვთქვაო არაფერი საუხერხულო არ არის დიახაც უნდა თქვა რა გაგიკეთებია ტყვილი არ უნდა თქვა და ნაცარი არ უნდა შემაყარო თვალებში თორე მარტომ ჩაუშალე მე ამას მარტომ ჩაუშვი დაიცავე საქართველოს ყრილობა რო დააპირეს ის ბიძინა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა უნდა ყოფილიყო და ხო იცი გამბავი თბილისს მაგაი და რისი გულისთვის ჩვენ ვართ ობოლიერი ხო და ბატონ ჭაბუას კითხე ერთხელ შევაპარეთ ჭეშმაკურად ცოტა რო იძახიან მეთქი რომ ესეთი იყო ხო ჯვანიას ფორმულა ვარ ევროპელი მაშასადამე ვინა ვართ მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ვინა ვართ მეთქი ევროპელები ვართ თუ აზიელები და ეს ციტატა მინდოდა წამეკითხა აქ ვიტყვი ჩვენ არც ევროპელები ვარ და არც აზიელები ჩვენ ვართ ის რა სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ მაგრამ შარიან ჭყალებში მიწაზე პლუს ის რაც ევროპა აზიისგან ვისეცხეთ და გავიქართულეთ ჩვენ ქართველები ვართ აი ეს წაკითხვა მინდოდა სოციალიზმის გერმანელებსაც ამაც გადასარევად მახსოვს თენდებოდა დამირეკა ინტერვიუ უნდა მოგცეო და რა მეთქი და რა და მე ვარ ქართველი და არავით არის მასე მე ვარ ქართველი კავკასიელი მართმადიდებელი აი ექსკლუზივი მაგ სახში რელიკვიაც მაგ შენახული ექსკლუზივი ლაპარაკობდა და ის იცი რა მოდი ხა გავშალოთ რა მისი ნათქვამი ანუ ქართველები მან იგულისხმა ის 5-6 ქართველი ძალიან შეძლებული რომელიც შეძლებს იქ ცხოვრებას თუ ის ქართველი როგორ გამოვიდა ეცე ქართველები წასულები რო არიან და ისინი ნუ ეს ხო ძალიან სასაცილო თემაა რა და ძირითადად ეხა აქ დასარჩენად მე არ მგონია ჯერ ერთი გინდა ფრანგი იყოს, გინდა რუსი იყოს, გინდა ამერიკელი იყოს, მიწა ჩემია, ხო ჩვენია მიწა, ჩვენი სამშობლოა. რა ეხა დიდი ის არის შეღავათი თუ ამერიკელები ცხოვრობენ, ამიტომ გავყიდოთ მიწა. ანუ ჩვენ და მით უმეტეს, როდესაც აჭარა ისეცად კინეულია, პოლიტიკური ისლამი, ძალიან ბევრი ისინია. გესმის ნიუანსები არის, რომელიც ქმნის საშინელებას, ხო და მე არ ვიცი მე ჩვენი შობადობა რატო არავინ არ ვლაპარაკობთ იმაზე რომ შობადობა რაღაც ძალიან აი უკვე ზღვარსკემოთ არის სიკვდილიანობა გაზრდილია ჩვენ მე მაინტერესებს მითხარით ერთი როგორ გონია აი თბილისში მაგალითად შენს თქვი ხომ ისინი ნახე ასიმილაცია მოხდა და რაღაც კოლორიტებად ეხლა მე მახსოვს ხო აი ყოველთვის ბავშვობასთან ასოცირდება ის ქურთი რომელიც ეზოს გვიდა მაგალითად ხო აი რაღაცები ძალიან ისე მახსენდება ბავშვობიდან ხო მუშტაედი სინამდვილეში ხო რა მუშტაედი თანამგის არის რელიგიური წოდება არის ირანელის იმ ირანელმა ოღონდ ეს მუშტაედი თვითონ ერქვა მუშტაედი არის წოდება როგორც არის სხვა დანარჩენი თქვა რელიგიური წოდებები და იყიდა ოღონდ და თავისთვის კი არ იყიდა თბილისი აჩუქა გესმის არის ხო იმიტომ ადამიანი ირანელები ცხოვრობდნენ აქ არაბები ცხოვრობდნენ აქ ჩვეულებრივად ჩვენ ვამბობთ კიდევაც იმას რომ გადასახადებსაც კი ხშირ შემთხვევაში უფრო უკეთესადაც ვაცხოვრებდით ხოლმე იმიტომ რომ ეკონომიკიდან გამომდინარე დავით აღმაშენებელის მოყოლებული პერიოდიდან საემირო იყო კი ბატონო მაგრამ არაბებისგან ძალიან მწარე რაღაცები ისტორიულად არა მარტო ჩვენ ხო არა მარტო ჩვენ ხო ეხლა ეს კარგად ახსოვს 4 არაბების მიერ არის და პირველი დავით და კონსტანტინე მხეიძეები მაპატიეთ მე მიქაელ გობრონი და კონსტანტი კახი და გვირგვინი ამ ყველაფრის შახაბასმა კეთევანდე დოფა კი ამ ისტორიულით ასაც ჩვენ ვამბობთ ისტორია არ უნდა დაგავიწყდეს იმიტომ რომ უნდა იცოდე ვინ ხარ და მე სად მიდიხარ
ეს ერთია, თუმცა მარტო ისტორიას არ ვეფუძნებით ჩვენ ეკონომიკის იმასაც ვლაპარაკობთ, რომ კაი, მოხსნათ ეს შენი საფრთხეები, რაც არის, რასაც ჩვენ ვიძახით, ეს ისტორიული მომენტები, რომელიც ცუდი მას გვაძლევს. წმინდა ეკონომიკურადაც რომ შევხედოთ ხალხო. წმინდა ეკონომიკაშიც არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს არ არის ინვესტიცია საერთოდ. ინვესტიცია სახელი რომ დავარქვით ყველაფერს, ესეც უკვე მცდარია. რომელი ინვესტირებაზეა ლაპარაკი, როდესაც კიდევ ლაპარაკობ. ადამიანებს თურმე არ სურთ თბილისში საშინელი გახდა ცხოვრება. ფულის კეთებაზეა გადასული დღევანდელი მერია, დღევანდელიც და გუშინდელიც და გუშინწინდელიც. სად როგორ შენდება? აქ ცხოვრება არ უნდა მდიდარ კაცს თურმე. მას უნდა რომ ეკოლოგიურად კარგ ადგილზე, კარგად მოწყობილზე და ჩვენ ამას უკეთებთ ამ ადამიანებს და ვაძლევთ რომ აგერ საუკეთესო ადგილზე, პარკში პირდაპირ, სადაც ორსართულიანი სახლები იქნება, იმიტომ რომ ქალაქში აქ ცხოვრება ვის უნდა გახედეთ თბილისის გარშემო, ვინც აქ ფულს შოულობს. და ცხოვრება აღარ უნდა და აქ კიბოსთვის, საშინელი აბომტყოფობებისთვის, ამისთვის გაწიდეს ეს რა ქვია, ჩვენი მოსახლეობა, ისინი გარეთ გავიდნენ. დიმათ უკვე კარგად აქვთ იქ მოწყობილი და მილიონებად იყიდება ის ქონება. აქ ამაზეა მე ამიტომ გითხარი, ასეც გაიყიდება, ძვირად გაიყიდება ძალიან. ოღონდ ამ ძვირად ქართველები კი ვერ იყიდნენ. ქართველის ის ნაწილი იყიდის, რომელმაც ჩვენც აგვართვა ეს ფულით, არა, მამა პაპამ დაუტოვა, ბაბუისგან აქ შეძენილი. ჩვენ გავყვლით ეს ამ ფულით, ეხლა კიდე არაბებთანაც ფულს იშოვიან და მე კი ბატონო ესენი რამოდენიმე ათეული კაცი ცხოვრებს იქ. მაგრამ დანარჩენებს რა გვეშველება? თუმცა მათაც გაუჭირდებათ აი უკაცრავად ესაა დავით ერთი წუთი აი შე რო ამბობ ნახე თბილისში ჩვენ უკვე ვართ უმცირესობაში თუ არა ვართ თბილისში დიდხანია ვართ აი მაგ კონტექსტში მინდოდა მეთქვა რეპლიკა რა ზაი უხერ ფიქრობდი და რაღაცა ისეთი შეგრძნება მაგარი რუსული გამოცემა ტოჩკა ნივაზურაცა ხო არ გავიარეთ უკვე და უკვე უმცირესობაში ხო არა ვართ იმიტომ რომ ამის სტატისტიკას ხო არავინ არ გაგაგებს ერთ-ერთი არც აწარებენ და შეიძლება თავისთვის კიდეც აწარებენ მაგრამ ხალხო რა ხდება მარიამის ტილხვედრი ქვეყანაში მალე ვიქნებით უმცირესობაში და მე წადიდა იხტუნავე და ის რა ქვია მილიარდები ითვალე რამდენ შემოგივა და ის შობადობა არ არის რა თქმა უნდა უმცირესობაში ვართ ძირითადი ესე იგი არიან პენსიონერები ყველაზე ბევრი ხო და თან ეს პენსიები კიდე ეს მაგიჟებს რა გრადაციები რო 70 წლის მერე ახლა 55 ლარი 70-მდე 20 ლარი 69 ხდები ახლა ესე იგი ეს რას ნიშნავს 70 წლის მერე თუ მომიმატებენ იმედი აქვს რომ მალე მოვკვდები რა ლოგიკა ხო ეგ არის ხო ანდა მთიანი და იმინიანი რეგიონი პენსია უნდა იყოს პენსია გასულ თავში და ბავშვიც ერთნაირი აი ამაზე მივაწვეთ ამ ხელისუფლებას არა იცი რა შეა საქმე საერთოდ პენსია არის ძალიან გზნობიარე თემა ხო იმიტომ რომ პენსიონერებს პენსია არაფერში არ ყოფნეს ახლა შედით პროდუქტები რაღის საშინელი მატებაა მე როგორც კი გაიგებენ რომ უნდა მოემატოს პენსია ის რაღაცა კაპიკები ეგრევე უმატებენ წამლებსაც და პროდუქტებსაც ხო ხო და ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენ ამაზეც უნდა ვიზრუნოთ მაგრამ სულ რო $1000 მოგცემ პენსია და სამშობლო აღარ გვექნება ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება. თორე ეს ძალიან მტკივნეული თემაა პენსიები. სამშობლო უნდა შევინარჩუნოთ. სამშობლო რო შევინარჩუნოთ, ეხლა შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა რა. უნდა აზზე მოვიდეთ და მოვეშვათ რუსი გახდათ საგინებელი სიტყვა ამა. რუსი ხარ, რუს. ჩელაბინსკში გინდა ცხოვრ. ჩელაბინსკი საკატაროს ვიხდიან და სხვათა შორის ეგ არის ჩელაბინსკში კი არა შეიძლება აკრაში ვიცხოვროთ არა დღეიმაში უკვე შენი ადგილი აღარ გეცოდინება უფრო ეს კონსტიტუციაში უწერიათ რა მათ რუსებს არ დაველაპარაკებით სანამ ჯარებს არ გაიყვანენ იმიდან რა ქვია არა კონსტიტუციაში კიდევ კარგი ეგ არ წერია კონსტიტუციაში ის სისულელე წერია რომ ჩვენ ნატოში და ევროკავშირში შევალთ ეგ გვიწერია კონსტიტუცია რა გვიწერია რომ ხო და მაგასაც მოვესწრე უნდა რუსეთ ხა მოდი რა ვთქვათ რა შინაურები ვართ თუ ყველა რუსეთის გარეშე აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება? აქ მოდი დათო რო არ დაგაბრალონ პრორუსულობი კი არა. აქ მარტივ რამეზეა ლაპარაკი. იმის გამო რომ რუსეთი ამაში ჩართულია
და მის გარეშე რომ არ გადაწყდება, ვისაც არ უნდა დავეხა, არ ვიცი, ინდონეზიას თუ დაველაპარაკებით და ავსტრალია შეიძლება ეგ საკითხი გადაგიწყდეს, იმიტომ არ აინტერესებს, მაგრამ არ გადაწყდება. დასავლეთი რას გიკეთებს ამდენი წელი? ამიტომ, მაგრამ დასავლეთის გარეშეც ვერ გადაწყდება. იმათთვისაც ისინი ჩასართულები არიან. გოჩა მე პირიქით არიანსაც გაგიზდიდი, ჩინეთსაც კი ჩავთავდი უკვე. იმიტომ რომ რაც უფრო მეც ჩართულია, ჩინეთი ოფიციალურად არ არის ჩართული. რუსულ თემაში რუსულში ჩინეთს თავის ინტერესები და რუსეთს თავისი. ამასაც ვერ ყოფენ ადამიანები. გონია რომ ჩინები და რუსები ერთი არიან. ევროპას ვერ ყოფდნენ. ევროპა ცალ-ცალკე სახელმწიფოებია. სანამ ევროპას ეძახი ერთიანს და ფიქრობ რომ ისინი მე ვეძახი თუ ევროკავშირს არის საბჭოთა კავშირის რომელ ევროპაზეა საუბარი? ცუდი ვარიანტი ევროკავშირი. მილა კაცი ხარ, შენ ასაკით, ხო? ხო გვახსოვს ბიტლების და იმის როკ-ენ-როლის ფანები ვიყავით და ამერიკაზე ვაფანატებდი. ეხლა სად მივათრევენ? რომელ ევროპაში ჩართონ ერთი ტელევიზორი და უყურონ რა. ლიბერასტულ ევროპაში? აი ამას ეყრდნობა ქართული ოცნება რაზე? აი დავამთავრე თუ ამას ხმარობ აი არ გებულობენ, ხო არ გებულობენ. ვაჟებშაველა არა, გაქვს წაკითხული შეუნამოსო შენა. ყველას ცდილობთ ღორებო დაღლიყოს თქვენი მტკვრისა მიუჯახუნი კარები და თუ ნახევრად ფეხბურთი არ გამიგონია მე რა. ბოლო და რუსეთთან უნდა დავდოთ ხელშეკრულება. კაი, სანამ რუსეთთან ხელშეკრულებას დავდოთ, მოდი იმ თემას დაუბრუნდეთ რა. მე ვეღარ მოვესწრები მაგას, მაგრამ მოდი იმ თემას დაუბრუნდეთ. თანდათანობით ისე ჩქარამიტის პროცესები უფლისნებაა, კაციშვილმა არ ვიცით ეხა გავალთ და რა იქნება, მაგრამ მოვესწრებით და ვნახავთ. ოღონდ მე ერთი რამე მინდა, ნუ ავყვებით ერთ რამეს. მე მესმის, რასაც ამბობ. ევროპა გეუნება ის, რასაც გათახსირებულ ევროპას ვეძახით. ხო, მე რატო ვიძახი ამას? იმ გათახსირებულ ევროპაში წასულია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, იმ გათახსირებულ ევროპაში. თვითონაც ცხოვრობენ, აქაც ფულს აგზავნიან, იმ გათახსირებულ ევროპაში, სადაც ბავშვები დაცულია, ქუჩა ჩერდება ბავშვები რო გადადიან. ოჯახში მამაკაცი ჩვენთან საბჭოთა კავშირში ესე იყო, ქალი უნდა ყოფილიყო პატიოსანი. კაც შეეძლო გავლა და ევროპაში კაციც კი ვერ მათ ფსიქოლოგიაში ოჯახი ნიშნავს რომ მამაკაცი თავს უფლებას არ აძლევს გვერდზე გაიხედოს. იქ გათახსირებას ევროპული ლიტერატურა წაკითხული არა და ევროპული ფილმები ნანახი არა და ადამიანი ყველგან ადამიანი არ გვინდა იცი არა მე რატო ორივე მხარე რაღაცა აბიტუში არა ინტერესტი აზიაში როა ისეთი სათყოფილა კაცო ვაფშე აწყობელი აქვს მაგაზე როცა შვეიცარიის პარლამენტში როცა დადგება ის მომენტი ჯვარი გწერია მაგ დროს ნუ მომასწროს ღმერთმა რომ საქართველოს პარლამენტში შეიძლება შევიდეს საკითხი ინცესტის შესახებ და პედოფილიის შესახებ მნიშვნელობა აღარ აქვს პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ესე იგი ჩვენი ქვეყანა დაღუპულია და საქართველოს აღარ აძლევს მაგას. როგორ არ გაძალებია. ევროპის ქვეყნებზე გეუბნები. ევროპის ბოლო რეზოლუცია ბავშვებთან დაკავშირებით რო ეძახი ბავშვები დაცულები არიან. სად არიან დაცულები? საბავშვო ბაღში გამოვიდა დადგენილება უკითხავად შეუძლია არა აქვს უფლება ჩაერიოს შეუცვალოს სქესი. ეხლა ამას რომელ ქვეყნებს აქვთ ეგ მიღებული? გარდა იმისა იყო საუბრები, რომელს აქვს მიღებული? პოლონეთს აქვს მიღებული, უნგრეთს აქვს მიღებული. რა აქვს მიღებული? აი ასაც ეხლა ჩვენ პირიქით უნგრეთს ეუბნებიან დაფინანსებას მოგიხსნე ამას თუ არ მიიღებო რა არაკეთებს ხო? არაკეთებს და მე რა გითხარი ნახე მე რა გითხარი მნიშვნელობა კი აღარაა გოჩა ამას შენ რომ მისაკითხე მაგალითად შვეიცარიის პარლამენტში ისეთი ვითარება რომ ქვეყანაში ხო მე რა ევროპა ხოა ევროპა მე რა ანუ რუსეთ მინდა თავით ხედვა ხო და მომისმინე ჩვენ ევროპაზე აი ხახნო აიცი რატო ვერ ვიცავთ სამშობლოს იმიტომ რომ ჩვენ დღეს ევროპაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ საქართველოს მიწაზე რომელიც უნდა გაიყიდოს ევროპა არის საშინელი ოღონდ აზია შემოვიდა პირდაპირ ხო და რა აბალანსებთ ევროპას ხო და მე ვამბობ რომ აზია კაია ხო და ძალიან ცუდია ხო და ამიტომ თავი გავანძრიოთ რა ამიტომ ვიძახი ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ მე თქვენ ფეტიშიზმი ამ ევროპის არა ევროპის ერთი ფეტიშიზმი მაქვს პირდაპირ გიტყვი ამას
ევროპაში სოციალური ცხოვრების დონე როგორიც არის მინდა რომ საქართველოში შენ მომისმენი რაღაცა გითხრა ტოლვილებით ეგ სოციალური მდგომარეობა სოციალური მდგომარეობა არ არის ესე კარგი მე გეტყვი ერთი წუთით სოციალური მეურნეობი დევნილისას და მე გონები ევროპაში სოციალური როგორ არის თვითონ მე გეტყვი ერთი საკუთარი ხალხისთვის არჩებათ ფული ხალხო მიწები არაბებზე იყიდება რა დროს მე გეტყვი ჩემი ძალიან ახლობელი ცუდად გახდა მეუღლემ დარეკა სასწრაფოში მოქალაქეები არიან და სასწრაფომ უთხრა ტყებაო და არაო მაშინ ვერ მოვალთო ხო ანუ მაგას მაინც აკეთებ და სასწრაფო ბოდიშ ერთი საათის მერე რატომ იცი გოჩა ჩვენ ამაზე არ საუბრობთ მარტივ რამის მოდი თქვათ რა ნეგატივს როცა ამბობ უნდა თქვა კი ბატონო აფთიაქიც არ მუშაობს ისე საღამოს გახვიდე და აფთიაქ ჩვენთან უარი და ყველაფერს რასაც ვერ იყიდე ექიმთანაც ვერ მიხარ როცა რაღაცა დაგიმე ექიმთან შენ ჩაწერილი ხარ როცა აღარ მტკივა არაფერი კი მაინც უნდა მიხვიდე და გამოწმო და როცა მტკივა რა ვქნა რო გტკივა მაგითო გელებს რომ მიხვიდე აი ამ მტკივდა გესმის და უნდა მივიდე თვენახევრის მერე და ეხლა ვარ ცუდად რა ვქნა და ვერსად ვერ მივალ იმიტომ რომ თვენახევრის მერე ვარ ჩაწერილი არ ვიცოდი შენ მოპოვე ევროპაში საწყლები თუ რა კბილი ხუთებიან კბილის კბილი და მე იმას კი არ ვარ ნახე მე ლაპარაკობ არაბეთზე შენ ლაპარაკები იმაზე კაცო ევროპაში მაგითი არ კვდებიან მაგრამ იქ დემოგრაფიული კატასტროფა რა გინდა მიწაზე გაუშვეს ესენი პარიში არიან საფრანგეთის ნახვა თუ გინდა და ფრანგების ნახვა თუ გინდა ჩახვალ და ნახავ საფრანგეთში ფრანგების ნახვა თუ გინდა მაგათი საფეხბურთო ნაკრები ნახე რა ერთი რამდენი შავია და რამდენი მესმის აი მე ხახნე თქვენ აი რა თემებზე ლაპარაკობთ ხო ბიჭო ამიტომ გერმანიაშიც ნახე რა არის გერმანიაშიც ბრიტანეთში არა მიცი რა რუსულად არის ნიუტრირუი ძალიან აქვს ხო რა მაპატიეთ ამ გამოთქმაზე ნახე რა შეასაქმე ბრიტანეთშიც გერმანიაშიც და საფრანგეთში ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ამ ხელაერებს რაოდენობრივად რომ არიან უკვე უმცირესობაში და წარმოიდგინე ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ საერთოდ ყოფილ ამიტომ მოდი ამ დიდრებს აქვს მოვიქცეთ შენ ხა იმისავით გამოდიხარ კაცო კაი ბოლშევიკი დიდრებს აქვს არა დიდარი ხელები არიან და მათ აქვს ეს პრობლემა დიდარი ხო და ჩვენ საერთოდ უნდა ვუყდებით ამიტომ როცა ჩვენი მიწა წყალი იყიდება არაბებზე ეს სხვათა შორის ერთი რამეც არის რა რაღაცაში იმსახურებენ კიდევაც იმიტომ რომ იქ ნაშოვნი ფულით აქვთ აი თავიანთი რაც კარგად მოიწყეს ძირითადად ნაწილში ისინი ჩამოყვნენ იმ თავის ფულს იმ ევროპელებს იმ ფრანგებს იმ ინგლისელებს შენი და ხე მონათფლობელობით აი იმ პერიოდიდან მოყავთ გეთახმები მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ახლა თვალები დავხუჭო რა ხდება ევროპაზე ნუღავ ლაპარაკობთ ხალხი აი ცოტა დრო დაგვრჩა 30-ში არის სერიოზული აქცია ხო სადაც ეს არ არის პარტიული შეკრება ეს არის ადამიანებისთვის შეკრება ვისაც ტკივა ეს მოსალოდნელი თან ვამბობთ კიდევაც რომ ეს ერთი რომ მთავრობას ეუბნები მეორე აგროვებ ამ სატელეფონოს და მართლა გასაკეთებელი იმიტომ რომ ეს არის აი პირდაპირ ჩათვალეთ რომ ორიგინალურად თითოეული ადამიანი ამას რო ჩაწერს ხო სინამდვილეში რა ხდება ამას რო აჩვენებ ამას გადამოწმებაც არ უნდა ხო ყველა ინდივიდუ ანუ ამდენ ადამიანს აქვს და ერთ-ერთი მომენტია დათომრას ვარო იმათაც რო შეხედეს რომ თურმე გაცო მონტენეგროში ხო ამიტომ ხო ხელისუფლება შეიცვლება და დათომრასაც ამბობს მე თქვენ რომ ეს ვანულირებულია ეს იმან არასწორად დაგიდო ხო ანუ იმათზეც ზემოქმედებას ვახდენთ ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვახდენთ ამ ხელისუფლებასაც ვეუბნებით რომ ნუ გთვლი დეგენერატად ნუ გთვლი რომ მიშას საკითხით გადამიფარა ვეხლა რომ უიმე თურმე ეს გადაფარა არაბების ამბავი იმითი რომ მიშა სააკაშვილი ციხეში გადაევა 14 წლის მერე გამერე რა თავი რა მომისმინე 2022 წლიდან რაც მიშა რა ერქვა იმ სამწყობოს იქ იყო იმის მერე ყოველ გადაცემ ვიმამედი იმის მერე ყოველ გადაცემაში მაგას ვამბობ რომ ჩვენი ბიუჯეტით რატო აცხოვრებ მიხეილ სააკაშვილი თან როგორ აცხოვრებს მაგრამ მოდი ჩვენ რა დროს ხო სააკაშვილი იმასავით გახდა რა დროს სააკაშვილით რომ
დებილები გონი ვართ ხალხო რა სააკაშვილი რა სააკაშვილი ვერ გადაფარავს ვერც ევროპა ვერ გადაფარავს და გოჩა თევდურაძე მართალის თქვა ეხა ისეთ მდგომარეობაში ვართ ყველაფერი გადავიდა მეორე პლანზეო და მართლა გადავიდა იმიტომ რომ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ძალიან ვუთანაგრძნობ პენსიონერებს ძალიან ბევრია მათში მარტო ხელა რომელსაც არავინ არ ყავს დამხმარე ის ჩამოკიდებულია ამ პენსიაზე და სირცხვილია უბრალოდ როდესაც ესეთი მცირე პენსიებია და აი ესე გადაუგდებ შენი არ იყოს 7 მანქანა რო ყავს და ამ დროს ამდენს მე გოიმები არიან რა ეხლა 50 საათი რადგინა იმას რო უპოვეს თან ერთად რაღაცა ფინტიკლუშკები აი გოიმობა რა ხო ნუ ესეთი გოიმია დღეს თითქოს ტელევიზორში მალადეც რა არა მაშინ იცი რაზე უნდა ვთქვათ რომ აი წარმოიდგინეთ რა იგივე გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გავიგე მარტო გახარია იყო მაშინ დანარჩენი მინისტრები სად იყვნენ პრეზიდენტი სად იყო პრემიერ-მინისტრი სად იყო ხებათა ხებას უძღოდნენ ესეთი რაღაცები რომ აი მე ეხა გახარიას დამცველად არ გამოვგები იმიტომ რომ შენ მაინც იცი ხო რაც თქვა რომ ტელევიზორით უყურებ აღდგომასო და ზეწოლას ახდენდა პრემიისა ჩვენს პატრიარქს იმის მერე უკვე უსუმა მაგრამ სირცხვილი არ არის მე იმას კი არ ვიცავ მე ჩემ თავს ვიცავ რა იმიტომ რომ მარტო გახარია ამაში დამნაშავე კი მაგრამ უშიშროების მინისტრმა არ თქვა ვიცოდი და არ მომწონდა ეს იდეა მე რა თავისთვის ჩაის გადააყოლა როდალია აი მართლა სამარცხინო რაღაცეები ხდება რა აი კაცო 20 ივნისიც ხო საერთოდ კაი გავიგე ჩორჩანა ესე იგი თურმე ისე გააკეთა კაცმა თელი საკოცეთი ახლა გახარია რო არ ესმით ეს მიტინგების ენა და ხელმოწერების ენა ხელმოწერები რამდენი ხელმოწერა შეიტანეს მაშინ კაპიტალს ვიცი მაგრამ არა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ამიტომ ჩვენ ისე უნდა დავიწყოთ გადავიღოთ ხელმოწერები შევაგროვოთ იმას ვთქვათ იმიტომ რომ ეს არის ისეთი იდეა სამშობლოს გადარჩენა რომ არ შეიძლება უკან დახევა ჩვენ დღეს ეს გვაქვს გასაკეთებელი რა ხო და მეგეუნები მარტო ესენი ამენით ვერ გავაკეთებთ მეთქი ჩვენ ესე დავიწყოთ ჩამოვარდეთ რა გეთახმები და მივალთ ოღონდ როგორ არის გეტყვი იმ მდგომარეობაში ადამიანების დიდ ნაწილს ჭირს ესეთი რამე ჩვენს ხელისუფლება აი გამოვიდე მის საპროტესტო იმაზე ეს ხელისუფლება კი არ მომწონს მაგრამ აი ისევ მაინც იმ სააკაშვილის და იმათ ისინი არ მოვიდნენ დღევანდელ სიტუაციას როცა დავანახებთ რომ ეს ხელისუფლება რომელიც ამდენ შეცდომებს გავწევთ ჩვენ დგევართ ქუჩაში ჩვენიც გეშინიათ კაცო ჩვენ ისინი ჩვენ დგევართ ჩვენ ხალხი ხო მაგას ჩვენ ეს ხალხი დგევართ ამდენი რომელიც არაბული მიწის იმ არაბებზე მიწის მიყიდვის წინააღმდეგი ვართ ეს იმას ნიშნავს რომ როცა შენ ამას აკეთებ და ხვალ დაგისვა რასაც ნინუ ამბობს ბიჭო მე სამართლიანად მინდა დამნაშავესაც სამართლიანად მოეკეცი თუ დამნაშავეს სამართლიანად არ ეკცევი ხვალ უდანაშაულოსაც ესე მოეკცევი არა საერთოდ სამართალში ესეა როგორც ეკცევი დამნაშავეს უფლებებს იცავ დამნაშავეს იმიტომ რომ მე უდანაშაულო დაიცვას თავისი უფლებები ესე არ არის დამნაშავეს ახლა დამნაშავე რასაც გინდა გაუკეთე არ ხდება ეს უდანაშაულოს უფლებებს დავიცავ ეგრე არ ხდება ეგრეა გეთახმები ისევე როგორც აი კიდევ ერთს გეტყვი დღეს ჩვენ ადამიანის უფლებების ნაწილშიც ვერავართ გამართული. ნუ ეგ და რატომ ესეც ადამიანის უფლებებია ეს მიწის გაკითხვა. შენ რა სხვა რამე ხო არ გონია? ეს სამშობლოს გაკითხვა ყველაზე მაღლა დღეს. ადამიანის სამშობლოა. ხო და ადამიანი არ არის სამშობლოს გარეშე ადამიანი ხო ნუ ეხლა მამულია ჩვენი მამულია რა მამული ესე იგი მამული ენა სარწმუნოება ენაც ეხა უკვე როგორ რა დღეშია ქართული ენა ყველამ ვიცით და სარწმუნოება ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენ დედა ეკლესიას თავს ესხმის ხო და აქედან გამომდინარე გახარიასთან კიდე რა მინდა თქვა იცი იმ 20 ივნისს როცა ეს მოხდა ძალიან თუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე რა ახალგაზრდა ხალხი თვალის გარეშე დარჩნენ მაგრამ თვალების მაგრამ მე მახსოვს კობახიძე და მთელი საკოცეთი რო გამოდიოდა როგორ ამართლებდა როგორ სახელმწიფო დღეს გაიგეთ რომ ეს დანაშაულია აი არ ვიცი რა გაიგეს ნეტა გაიგო დღეს რომ გაიგოს ხო გუშინასაც აკეთებენ ის არ არის დანაშაული გახარიამ რაც გააკეთა და რაზეც ბრალსდებენ იგივეს არ აკეთებენ კისერი მოტეხეს და ამტრიეს ხო ის ადამიანები და ასისხლიანეს რავი ამ კაცს რო იჭერ გუშინდელზე დღეს ახლა მე ალბათ კიდე როგორ წლები უნდა გავიდეს მე ამათ დაიჭერენ
თვითონ აი ამ 4 პირველ 4 წელზე იმას ჩვენი ბრალი არ არის ოფიციალური დასავლეთი გვაწვებოდაო და შეგვტენეს კოჰაბიტაცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამ კორუფციაზე, რომელ უკრაინის კორუფციაზე ლაპარაკობდა კილიკოვ. გამოდის რომ ყოველი მეორე ის რა ქვია თანამდებობის პირი კორუფციაში კი არ ვიცი პირდაპირ რა. ვინ არის პასუხისმგებელი, მაგრამ ეს ცალკე თემაა. შეთავაზეს გვა გადასმოდი ეს მართალია. არაბული რა ჯერ. ეს არის პირველ რიგში რა. იმისათვის რომ ხვალე კორუფციაზეც, პენსიაზეც, იმაზეც მიწა უნდა დაიწყოს. დღეს ეს გადავწყვიტოთ სულ ყველამ და აქ ვინც არ უნდა მოვიდეს. ნინო აი ჩვენ კი ვიძახით ჩვენი არ არის აქ ჩვენს ინიციატივას. ნებისმიერ არ მოგწონ ვართ ჩვენ, მაინც მოდი იქ. აი არ მოგწონს ნინო არ მოგწონს დათო არ გოჩა ხო შენ იქ მიდი შენი საქმე გააკეთე რა იქ იმან მომიწოდა ამან მომიწოდა არა დღეს არის ლაპარაკი იმაზე რომ ამ სიტუაციას თუ მე უკვე მართლა იმას თუ ეს ჩემი და შენი არ არის იმას რა ქვია იმ ადგილს სადაც მე უკან ვეღარ ბრუნდები მე გინდა გამოდი და გინდა თუ კუტარს უკვე აღარ ეშველება არაფერი ჯერ რეანიმაციაში მაინც ავართ რა ჯერ მტრები არა ვართ ეს თითოეული ჩვენგანისაა, ეს არ არის ჩემი შენი და ვიღაცის განსაკუთრებულად, ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი მიწა და უნდა დავიცვათ. და გელოდებით ყველას 30-ში 30-მდე კიდე შევხვდებით ერთმანეს, დიდი მადლობა გავიდა დრო. მე ვემშვიდობები ჩემ პირველი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს და ცოტა ხანში დაბრუნდები ეთერში. კარგად, იღოვით.